ძვირფასო მეგობრებო, ქვეყანაში შექმნილი უმძიმესი ეკონომიკური კრიზისის, ტოტალური უმუშევრობის, სიღატაკის პირობებში, ნაცვლად იმისა, რომ ხელისუფლება ზრუნავდეს ამ პრობლემების გადაწყვეტაზე, პირიქით, როგორც მაფიოზებს ჩვევია, თვით დასაქმებულ ტაქსისტებს ართმევს იმ სამუშაო ადგილს, რომელიც თავად შექმნეს და ტოვებს მათ ულუკმაპულოდ, ასევე იმ ოჯახებს, რომელიც მათ უკან დგანა. და ესეთი არის 40,000 ტაქსისტი მხოლოდ თბილისში. ჯერ იყო და სალიცენზიო მოსაკრებელი დაუწესეს და ჯიბიდან ამოაცანცლეს 100 ლარი, ეხლა უწესებენ სავალდებულო დაზღვევას, ასევე აიძულებენ რომ გადაღებონ თეთრად მანქანები და გაიკრან სარეკლამო სტიკერები, ანუ რეალურად აძევებენ ბაზრიდან, რათა მონოპოლიურად მაფიოზმა კალაძემ ერთი კომპანია, ტაქსისტების კომპანია დააფუძნოს თბილისში და კვლავ მილიარდები ააცანცლოს ჩვენს მოქალაქეებს. ამდენად ლეიბორისტულ პარტიაში დღეს იქნება ტაქსისტების უფლებების დაცვის საკოორდინაციო კომიტეტი, რომელიც უზრუნველყოფს საპროტესტო აქციებს, მსვლელობებს, სხვა ღონისძიებებს, რათა გავაუქმებინოთ ის უკანონო რეგულაციები, რომელიც დაუწესეს ამ ადამიანებს და რომელიც ითვალისწინებს მათთვის უკმაპურის წართმევას, სამუშაოს წართმევას და დატოვებას სიღატაკესა და უსასოობაში. დღეს შეიქმნება ეს კომიტეტი და ჩვენ უახლოეს დღეებში გავმართავთ აქციებს საჯარო დაწესებულებების წინ, მერიის წინ, საკრებულოს წინ, ასევე პირადად მივადგებით სახში და დაუფრთხობთ ანგელოზებს კი არა, ეშმაკებს, რომლებიც აზით მათ მხრებზე და რომლებიც ასე ვთქვათ, აიძულებენ მათ, რომ ესეთი მავნე გადაწყვეტილებები მიიღონ და ამდენად დღეიდან ბრძოლა იქნება შეუვალი და ვიბრძოლებთ მანამ, სანამ არ მივაღწევთ სასურველ შედეგებს. მე ვთხოვ მეგობრებს, რომ გააკეთონ განცხადებები, თუ რა პირობებში უწევთ მუშაობას, რას თხოვენ მათ და რა შედეგებით დამთავრდება ყოველივე ეს. დიდი მადლობა. მოგზაურობთ. მე ვარ ტაქსის მძღოლი და წინააღმდეგი ვარ ტაქსის გადაღებისა, იმიტომ რომ საქართველოს ეკონომიკა არ არის იმ დონეზე განვითარებული, რომ მანქანები გადავღებოთ. მანქანა რომ გადავღებოთ, ესაა ძალიან დიდ სირთულეებთან დაკავშირებული და გთხოვთ გაითვალისწინოთ. წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ მივმართავთ უკიდურეს ზომებს. თუ გნებავთ კადრები ხوار გადავიდეთ. ეხლა აიძულებენ რომ ჯერ გასცეს დეტალებსაც გეტყვით ამასთან დაკავშირებით, რომ ვითომ ვაუჩერებს აძლევენ, ეს არის 500 ლარიანი და 700 ლარიანი ვაუჩერი და რეალურად მანქანის გადაღება ღირს ბევრად ძვირი. ამის გარდა, როდესაც მანქანის გადაღება ხდება თავიდან კარგავს ის თვითგმირებულებას აუცილებლად და ხშირ შემთხვევაში ამ ადამიანებს ლიზინგის წესით, კრედიტით გამოყვანილი ყავთ ავტომობილები, რომლითაც ტაქსაობენ და ის ლიზინგის პირობებში მესაკუთრე არის სწორედ ის კომპანია, ვისგანაც ეს მანქანა აიღეს და ის არ მიცემს უფლებას, რომ გადაღებონ თეთრად. ეს მისი უფლება. რა ხდება? ასეთ შემთხვევაში ეს ადამიანები რჩებიან უმუშევარი, ხო? იძულებულია გააჩეროს ავტომობილი, ამას ემატება სხვა დამატებითი ხარჯები, ამ ადამიანებს დაუწესეს წელიწადში ორჯერ ტექნიკური დათვალიერება, უწესებენ ასევე სავალდებულო დაზღვევას, უწესებენ ასევე სარეკლამო სტიკერების სავალდებულო წესით დარებას, ანუ ეხებიან მათ საკუთრებას, პრაქტიკულად ართმევენ იმის საშუალებას, რომ უკმა პურის ფული შეიტანონ ოჯახებში. ხშირ შემთხვევაში ერთი ავტომობილის, ერთი ტაქსისტის უკან დგას 3-4 ოჯახი. და ეს ტოტალური ეკონომიკური კრიზისის, უმუშევრობის, სიღატაკის, უბედურების ფონზე, რომელიც ქვეყანაში ტრიალებს, მოგეხსენებათ, რას გამოიწვევს მარტო თბილისის სიამდვილეში 40,000 ტაქსისტი, როდესაც უმუშევარი დარჩება. მაგრამ ვერ შევაგონეთ და სამწუხაროდ მოგვიწევს აქედან გამომდინარე, რადგანაც არ შევიდა მათ დოლარებით გაჟღენთილ ტვინში
ამ ადამიანების გაჭირვება იძულებული ვართ დავიწყოთ აქციები შესაძლებელია არ გამოვრიცხავთ ამას თუ არ გაითვალისწინებენ პიკეტირებაც მოვახდინოთ პარალიზებაც მოვახდინოთ სახელმწიფო დაწესებულებების და ასე შემდეგ ეს აუცილებლად განხორციელდება ეს პირველ სხდომას ჩაატარებს დღეს საპროტესტო საკოორდინაციო კომიტეტი და დაიგეგმება უახლოეს დღეებში ფართომასშტაბიანი აქციები და ამას ბევრი ადამიანი შემოუერთება არა მხოლოდ ტაქსისტები, არამედ შემოუერთება ის ადამიანები, ვინც ამ ადამიანების უკან დგანან. შემოუერთება სხვა დაჩაგრული ადამიანები და ავაგორეთ დიდ ტალღას. და იმედია შეიგონებენ და მიიღებენ ისეთ გადაწყვეტილებებს, რომლებიც ამ ადამიანებს შეუმსუბუქებს ისედაც მძიმე მდგომარეობას. დიდი მადლობა. მეც ერთ-ერთი რიგის გასწრებული ვარ. ჩემს უკან ბევრი ხალხი დგას. ყველას ბანკები გვაქვს, მანქანები ნადიდი, ბანკის ვალეტი გვაქვს. ეხლა თეთრი მანქანა რომ დომებოდა, თეთრს ვიკიდით და არა შავს. მე ვფიქრობ, ამით ირგოა ჩემი უფლებები. ყველა თითოეულის უფლებები ირგოა და განსაკუთრებით რამიშვილს მინდა რომ შალვა რამიშვილს ვაკ არავინ არ არის მოსყიდული და არავინ არ ყავს მოყვანილი. აქ ყველა არის თავისინებით მოსული. და ჩვენს უკან კიდე ბევრი მძღოლები არის, კიდე უფრო მეტი გამოვა. ჩვენს უკან კიდე გამოვლენ ჩვენი ოჯახის წევრები. მე ვთხოვ კალაძეს, საკრებულოს, გაითვალისწინონ ეს მდგომარეობა და ან მოლაპარაკებაზე წამოვიდნენ, ან შევხვდნენ და რა ვიცი, რაღაცა უნდა მოიქცეს, მე გავუკრა, ან საერთოდ გააუ. ფული იმდენი აქვს, მაგრამ ჩვენ უარ გაუძარცვო. ის თავის გაცავთ, ნაშოვნი ისიც ეყოფათ რა. ჩვენ ეხლა დავგებთ